რუსეთი ოკუპანტია 2008 წელს საქართველოს რუსეთი დაესხა თავს ქართველი მუსიკოსების გზავნილი ბერლინიდან. კლასიკური მუსიკის საკონცერტო დარბაზში დირიჟორმა მირიან ხუხუნაიშვილმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგო და თბილისის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მრავალჟამიერი შეასრულა. ეს პასუხი იყო მათ შორის ქართული ოსნების წევრების ბოლოდროინდელ რიტორიკაზე, რომლებიც ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებენ და ჩვენს ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. მუსიკალურ ფესტივალს, სადაც ქართველმა დირიჟორმა რუსეთის აგრესიასა და ქართულ გმირებზე ილაპარაკა, ბევრი ადამიანი ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მინდა მცირე ხნით გავიხსენოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. შესრულდა 17 წელი 2008 წლის ომის რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ და ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ქართველ გმირებს, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ასევე დღეს არის გია ყანჩელის 90 წლის იუბილე, ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კომპოზიტორის, რომლის სახელსაც ჩვენი ორკესტრი სიამაყით ატარებს. სწორედ ამიტომ გსურს გაგიზიაროთ ქართული ტრადიციული სიმღერა მრავალჟამიერი.